2010 წლის შემდეგ გორში მგზავრობის საფასური დღეს პირველად გაძვირდა. მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობა გორში და გორის რაიონის სოფლებში მცხოვრებლებს 10 თეთრით გაზრდილი ტარიფით მოუწევთ. კომპანიაში, რომელსაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეკუთვნის, მგზავრობის ტარიფის გაზრდას სამომავლოდაც არ გამორიცხავენ. გორში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გაზრდამდე ტაქსის მომსახურებაც გაძვირდა. თამარ ადვაძე დეტალებით. საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისთვის გორში მცხოვრებლებს დღეიდან 40-ის ნაცვლად 50 თეთრის გადახდა მოუწევთ. 10 თეთრით გაუძვირდათ მგზავრობა გორის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილსაც. საკითხს მოქალაქეები უარყოფითად შეხვდნენ. არ არის სასიამოვნო ნამდვილად, იმიტომ ცხოვრება გაჭირდა ხალხს, პურის ფული არ აქვს ელემენტარული და საზოგადოებრივი ტრანსპორტიც რო 10 თეთრია თუ 20 თეთრია, ის 10 თეთრი თუ 20 თეთრი ემატება პურს, ხო? საყიდლად. ამიტომ არ არის ეს ნორმალური და აუცილებლად უნდა მოვიდეს ხელისუფლება გონზე, რომ მიხედონ ამ ფინანსურ კრიზისს. რა ვიცი, მე რა უნდა თქვა ხალხმა, ისედაც ალბათ სულაც აღარ ევლის. ანარ და დაგვინიშნონ მაშა ჩვეულებრივი ტრანსპორტი, რომელიც ის იქნება სახელმწიფოი. ბენზინის სალიერკის ფულსაც ვერ იღებს, ვერც ესა და ხალხიც არ ახავს და ჯერ ისედაც როძვირია ვერ მოვდივართ. მგზავრობის ტარიფის გაზრდას მძღოლები ნავთობპროდუქტებზე ფასის მატებას უკავშირებენ, როგორც ისინი ამბობენ, საწოვი თითქმის ყოველდღიურად ძვირდება, რის გამოც ბოლო დროს დამატებით დაგროვილ ხარჯებს ვეღარ აუდიან. რაც მოიმატა ხარჯმა, ის 10 თეთრი არც აყოფნის იმ ხარჯს. ეს არაფერი მომატება არ არის 10 თეთრი. თუ ესე წავიდა პასების ზრდა, არაფერი არ გამოგვი, არ ჩვენ გამოგვი არაფერი. გაზზე ხავს მაგანა 25 თეთრისაც ლარისაც ვასხავდი. ეხლა ვასხამ 40 ლარისა და ძლივას ყოფნის. ღირდა ლარი და 10 და 20 და ეხლა ღირს 2 ლარი და 9 თეთრი და ავტომატურად მანქანას ხო შენახო უნდა, მანქანას თავის ხარჯები აქვს. ესე სამთარია, მეტი ხარჯია. შპს გორი ტრანსის დირექტორის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფის გაზრდა საწოვის გაძვირებასთან ერთად ყველა იმ დეტალის და დანადგარის ფასის მატებამ გამოიწვია, რაც ავტომანქანისთვის არის საჭირო. კომპანიაში არ გამორიცხავენ, რომ სამომავლოდ მგზავრობის ტარიფი კიდევ გაზარდონ. ფასის მომატება გამოიწვია ფასების ზრდა საწვავზე, საცხელ მასალებზე, მარაგ ნაწილებზე, საბურავებზე. გარდა ამისა, მოგესალმებათ, რომ ტრანსპორტში ხდება პერიოდულად განახლება, გაბაჟებაც გაძვირდა. აი ხო დღეს ასე მოითხოვა და ხვალ ზეგ როგორ იქნება, იმას ვერ გეტყვით. გამომდინარე იქიდან როგორ იქნება ფას წარმოქმნა, არა მარტო საწვავზე, აქ სხვა რაღაცებზე სადაც ხდება. 2 დღის წინ ყველა ტიპის საწვავი კიდევ 10 თეთრით გაძვირდა. ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასმა მას შემდეგ მოიმატა, რაც ნავთობის შემოტანაზე მთავრობამ აქციზის გადასახადი გაზარდა.